200-ზე მეტი ახალი ჰეზბოლას ტერორისტი ლიკვიდირებულია, აცხადებს ნეთანიახუ და ბეირუთში განხორციელებული თავდასხმა ახლა პირდაპირ გზავნოს უგზავნის ირანის რეჟიმის მიერ დაფინანსებულ და მხარდაჭერილ ჯგუფს. ამ პარასკევს 2026 წლის 8 მაისს ისრაელი მზადყოფნაშია მას შემდეგ, რაც დაარტყა აჰმედ ალი ბალაუთს, ჰადივანის ძალის მეთაურს, ჰეზბოლას ელიტური დანაყოფისა, რომელსაც ისრაელის ჩრდილოეთში შეჭრის გეგმის ცენტრალურ გოლად მიიჩნევს. დარტყმა მოხდა დარიის რეგიონში, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში, ტერიტორიაზე, რომელიც ჰეზბოლას საკრდენად ითვლება. ეს იყო პირველი ისრაელის მოქმედება ლიბანის დედაქალაქის გარეუბნებში, 16 აპრილს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ეხლა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავთ სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. ნეთანიახუს გზავნილი მარტივი და მკაცრი იყო. აღარ არსებობს უსაფრთხო თავშესაფარი მათთვის, ვინც ისრაელზე თავდასხმებს ორგანიზებს. ბალაუტი ისრაელის თქმით ხელმძღვანელობდა მოქმედებებს ისრაელის ჯარისკაცების წინააღმდეგ ლიბანის სამხრეთში და ისრაელის საზღვართან ახლოს მდებარე ისრაელის თემების წინააღმდეგ. ის ასევე მონაწილეობდა ჰადივანის ძალის აღდგენაში, რომელიც სწორედ ის დანაყოფია, რომელიც შეღწევისთვის, სწრაფი თავდასხმებისა და ოპერაციებისთვის არის მომზადებული ისრაელის ჩრდილოეთის წინააღმდეგ. იერუსალიმისთვის მიუღებელი იყო, რომ ბეირუთი პოლიტიკურ ფარად ქცეულიყო იმ მეთაურისთვის, რომელიც საიდუმლო ბაზიდან შეიარაღებულ ბულდებს კვლავ მართავდა. თავარი საკითხი ესაა, ისრაელის სიმბოლურად არ ესხმის თავს, ის მიზანში იღებს სარდლობის სტრუქტურას. ჰადივანის ძალა უბრალოდ ჰეზბოლას კიდევ ერთი ფრთა არ არის. ის არის განყოფილება, რომელიც მზად არის ისრაელის ტერიტორიაზე შესასვლელად, თემებზე თავდასხმისთვის და გატაცებების გზის გასახსნელად. და ჩრდილოეთში გაიმეოროს ის ტრავმა, რაც ისრაელმა სამხრეთში განიცადა ჰამასის თავდასხმის დროს 2023 წლის ოქტომბერში. 2024 წლის ოქტომბერში ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა დოკუმენტები და რუკები გეგმის შესახებ, რომელსაც ეწოდება გალილეის დაპყრობა და განაცხადა, რომ საფრთხე ეხებოდა ჰეზბოლას სამხედრო სტრუქტურებს საზღვართან ახლოს. ბეირუთში ჩატარებული ოპერაციის დროს ისრაელმა განაცხადა, რომ მოკლა ჰეზბოლას 3 მებრძოლი, მათ შორის ჰადივანის მეთაური. რაც შეეხება ბენიამინ ნეთანიახუს მიერ წარმოდგენილ პოლიტიკურ ანგარიშს, გასული თვის შეტევამ გაანადგურა 200-ზე მეტი ჰეზბოლას ტერორისტი, რომლებიც მოქმედებდნენ ისრაელის მოქალაქეების და ისრაელის ჯარისკაცების წინააღმდეგ. ანგარიში აჩვენებს, რომ ჩრდილოეთში მიმდინარე ომი იზოლირებული ეპიზოდი არ არის, ეს არის უწყვეტი კამპანია, რათა ჰეზბოლას ჩამოართვან. სამეთაურო რგოლების გადაჯგუფების, იარაღის დამალვის, რაკეტების გაშვების, დრონების გაშვების და ისრაელის ჩრდილოეთის მუდმივი საფრთხის ქვეშ დაკენების შესაძლებლობა. რეაქცია ისრაელში მხისიერი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთში სამოქალაქო ღონისძიებები გააუქმეს ჰეზბოლას მხრიდან შესაძლო შურისძიების რისკის გამო, ხოლო ნაჰარიაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ აბამ ასევე შეაჩერა საჯარო აქტივობები. ეხლა მოლოდინია მაღალი მზადყოფნის, თავდაცვითი გაძლიერების და ახალი მოქმედებების იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც რაკეტებით, დრონებით ან ასაფეთქებელი მოწყობილობებით საპასუხო ქმედებას შეეცდებიან. ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლა ცდილობს თავი წინააღმდეგობის ძალად წარმოაჩინოს, მაგრამ მის უკან მდგომი სტრუქტურა 10 წლეულებია ირანზეა დამოკიდებული. თავად ამერიკის მთავრობის პროგრამა Rewards for Justice ჰეზბოლას აღწერს როგორც ლიბანურ ტერორისტულ ჯგუფს, რომელიც ირანისგან იღებს იარაღს, წვრთნასა და დაფინანსებას. ისლამური რევოლუციური გვარდია კი 2019 წელს შეერთებულმა შტატებმა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. სწორედ აქ იძენს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას. როდესაც ისრაელი ბეირუთში რადიო 1-ის ურტყამს, ის უბრალოდ ადგილობრივ მეთაურს არ ანადგურებს. ის ირანული ქსელის ერთ-ერთ რგოლს ჭრის, რომელიც ისრაელს გარს არტყამს ღაზას, ლიბანის, სირიის, ერაყისა და იემენის გავლით. ეს თავდასხმა ასევე ზეწოლას ახდენს ლიბანის პოლიტიკაზე. ლიბანის მთავრობა ცდილობს ისაუბროს ცეცხლის შეწყვეტაზე, მოლაპარაკებებზე და იარაღის სახელმწიფო კონტროლზე. მაგრამ ჰეზბოლა კვლავ პარალელურ ძალად რჩება, საკუთარი არსენალით, საკუთარი სარდლობით და პირდაპირი კავშირით თეირანთან. როიტერის ინფორმაციით, ისრაელის და ლიბანის წარმომადგენლებს ვაშინგტონში 14 და 15 მაისს ახალი მოლაპარაკებების რაუნდი ექნებათ. მაგრამ ბალაუს სიკვდილი აჩვენებს, რომ ისრაელი არ აპირებს დიპლომატიურ შეხვედრებს დაეელოდოს, სანამ შეიარაღებული რაზმები კვლავ აქტიურობენ. ნეთანიახუსთვის მოლაპარაკება არ შეიძლება ნიშნავდეს ჰეზბოლასთვის ნებართვას, რომ თავიდან გადაჯგუფდეს. შეტევის მიზეზი თავად საზღვრის დინამიკაში ჩანს.
მარტიდან მოყოლებული ჰეზბოლამ კვლავ დაიწყო ისრაელზე თავდასხმები რაკეტებით, დრონებით და მოქმედებებით ლიბანის სამხრეთში მყოფი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რაზეც ისრაელმა სამხრეთ ლიბანში კონტროლის ზონის შექმნით უპასუხა. იმისათვის, რომ სამხედროებმა ვერ შეძლონ სამოქალაქო ტერიტორიებზე საზღვართან ახლოს დამალვა და ახალი შეღწევების მომზადება. ისრაელის ისტორია ლიბანში გვეხმარება გავიგოთ მიმდინარე გადაწყვეტილება. 1978 წელს ლიტანეს ოპერაციის დროს ისრაელი შევიდა ლიბანის სამხრეთ ნაწილში. ოფიციალურად იმის მიზნით, რომ გაენადგურებინა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ბაზები ლიტანეს მდინარის სამხრეთით და დაებრუნებინა უსაფრთხოება ისრაელის ჩრდილოეთისთვის. შემდეგ 2006 წელს ჰეზბოლამ გაუშვა რაკეტები ისრაელის ჩრდილოეთისკენ, შეიჭრა მებრძოლებით საზღვარზე, მოკლა 8 ისრაელი ჯარისკაცი და კიდევ 2 გაიტაცა. შემდეგ დაწყებულმა ომმა მძიმე გაკვეთილი დაუტოვა რეგიონს. როდესაც ჰეზბოლა ფიქრობს, რომ შეუძლია ისრაელზე თავდასხმა მაღალი ფასის გადახდის გარეშე, ისრაელის პასუხი როგორც წესი ძლიერდება. სხვაობა ახლა ისაა, რომ ისრაელი ამბობს, ცდილობს შეაჩეროს საფრთხის აღდგენა მანამდე, სანამ ჰადუანი შეძლებს შეჭრის გეგმების რეალურ ქმედებად გადაქცევას. ჰეზბოლას წინააღმდეგ ასეთი ქმედება მხოლოდ ისრაელისთვის არ არის დამახასიათებელი. სხვა ქვეყნებიც გადაკვეთენ საზღვრებს ტერორისტი ლიდერების დასარტყმელად, როცა შეაფასეს, რომ პირდაპირ საფრთხე არსებობდა. 2019 წელს შეერთებული შტატების ძალებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს. 2022 წელს შეერთებულმა შტატებმა აიმან ალ-ზავახირი, ალ-ქაიდას ლიდერი, ქაბულში, ავღანეთში მოკლეს. როდესაც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი იყენებს არასტაბილურ ტერიტორიას, სუსტ მთავრობას ან პოლიტიკურ დაცვას თავდასხმების დაგეგმვის გასაგრძელებლად, საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყანა ცდილობს მიაღწიოს სარდლობის ცენტრს, სანამ შემდეგი ტრაგედია მოხდება. ისრაელი ამავე წესს იყენებს ლიბანში, თუმცა ერთი გადამწყვეტი განსხვავებით. საფრთხე მის საზღვართანვეა, იმ ტერიტორიაზე, სადაც ჰეზბოლა ინახავს იარაღს, გვირაბებს, უჯრედებსა და ირანთან დაკავშირებულ მემეთაურებს. ეხლა შემდეგი ნაბიჯი როგორც წესი სამხედრო მზადყოფნისა და დიპლომატიური ზეწოლის ნაზავია. ისრაელმა უნდა გააგრძელოს ოპერაციები ჰადუანის სტრუქტურების წინააღმდეგ ლიბანის სამხრეთში, აკვირდეს ჰეზბოლას შესაძლო პასუხებს ჩრდილოეთში და განაგრძოს უჯრედების განადგურება ღაზაში. როდესაც თავის ჯარებს ან მოსახლეობას საფრთხეს დაადგენს, ჰეზბოლა, რომელიც სარდლების დაკარგვით დასუსტდა, უნდა გადაწყვიტოს უპასუხოს პრესტიჟის შესანარჩუნებლად, თუ თავიდან აიცილოს უფრო დიდი ესკალაცია, რაც შეიძლება კიდევ უფრო ღრმა თავდასხმებისკენ გზა გახსნას. ისრაელისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გამოცხადებული ბრძანება ნათელია. ტერორისტი, რომელიც ისრაელის არსებობას ემუქრება, არ იღებს იმუნიტეტს იმის გამო, რომ ბეირუთში, ღაზაში ან სხვა რომელიმე სამალავში იმყოფება, რომელსაც როგორც სარდლობის ბაზას იყენებს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაცია მოგაწოდოთ. სიახლეების მულები მოცემულია ვიდეოს აღწერაში. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალვესი